ტექნოლოგიების სწავლა ყველაზე საინტერესო იმიტომ არის, რომ იგი მუდმივად ვითარდება და გაძლევს საშუალებას შეცვალო მსოფლიო და ასევე განავითარო საკუთარი თავი მუდმივად. მე ვარ სანდრო ხუცია, გავიარე კიბერუსაფრთხოების კურსი. თავდაპირველად ტექნოლოგიებში მოდელირები დავინტერესდი, შემდეგ გადავედი web development-ზე, web-დან უკვე app development-ზე და ბოლოს მოვედი კიბერუსაფრთხოებაზე. დღეს ციფრულ ეპოქაში ცხოვრობთ, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი პერსონალური ინფორმაცია, ასევე საკუთარი web და app development-ში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიბერუსაფრთხოებას, რათა სხვა შემტევმა ადამიანებმა არ დააზიანონ ჩვენი საკუთარი საიტი. სწორედ ამიტომ მივიღე მონაწილეობა SKILL-ის კურსში. კიბერუსაფრთხოება გავიარე SKILL-ში ონლაინ სენაკიდან, მივიღე გამოცდილება თეორიული და პრაქტიკული, როგორ უნდა გავარჩიო სხვა ბმულები, მაგალითად მავნე ბმულებისგან, ასევე როგორ უნდა დავუჩვო საკუთარი თავი პერსონალური ინფორმაციის გაჟონვისგან და აგრეთვე როგორ უნდა ჩავატარო პენტესტირება სხვა საიტებზე, რათა აღმოვაჩინო და აღმოხვრა ის პრობლემები, რომელმაც შეიძლება სხვა შემტევმა აღმოაჩინოს და შემდეგ ჩემი საიტი დააზიანოს. ამ პრაქტიკული ცოდნის გამოყენებისას თუ რაიმე წინააღმდეგობას სწავლობდი, შესაძლებელი იყო რომ ლექტორს დაკავშირებოდი, გაგვიწევდა დახმარებას. ამ 7 თვიანი კურსის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი თოსტეხი, რომლის გადაჭრაც ძალიან მეტად სახალისო იყო და აგრეთვე ამ გადაჭრის გზებისას გამოცდილებასაც ვიღებდით. ამ კურსის განმავლობაში მივაღწია საბაზო ცოდნას, რომელსაც გამოვიყენებ შემდეგ ჩემს პროექტებში, აგრეთვე ვაპირებ საქართველოს ბაზაზე გასვლას, როდესაც მივაღწია უკვე საკმარის ცოდნას და გამოცდილებას, შემდეგ გავალ უცხოურ ბაზარზე, რათა დავიმკვიდრო იქ საკუთარი თავი და გავაგრძელო მოღვაწეობა ამ სფეროში. მომავალზე არ ვდარდობ, რადგან მომავალს მართვითა და ანალიზით გვქონია. მე ვარ თამარ ხუბუა და SKILL-ში გავიარე IT პროექტების მართვა და ანალიზი. პატარავებიდან ტექნოლოგიები მომწონდა, ხშირად ვეჭექი კომპიუტერს ვუყურებდი, როგორ აწყობენ პატარა სტარტაპებს და დამაინტერესა. მას შემდეგ, როდესაც ტექნოპარკი უკვე სენაკში გაიხსნა, დავესწარით 3D მოდელირების კურსს, რამაც გამიღმავა ამ სფეროში ცოდნა და ერთ-ერთ მენტორშიპზე გავიგე SKILL-ის შესახებ. შევისწავლე მათი კურსი და ამოვირჩიე ჩემთვის სასურველი IT პროექტების მართვა და ანალიზი. შევისწავლე სხვადასხვა მეთოდოლოგიები, დაგეგმა როგორ ხდება სტარტაპებისა, ასევე ვისწავლე თუ როგორ ვიმუშავო გუნდთან ერთად და როგორ დავეხმარო მათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნარჩვევა რაც მივიღე, ეს არის გუნდთან მუშაობა და ახალი სივრცის აღქმა ალბათ, რადგან ჩემთვის ძალიან უცხო იყო სხვა ხალხთან დაკავშირება, მით უმეტეს ონლაინ სივრცეში. რადგან ამ უნარების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი მენეჯერისთვის. ჩემი აზრით, ამ მხრივ სრულიად დავეუფლე ამ პროფესიას და მინდა გავაგრძელო მომავალში მუშაობა უკვე უშუალოდ ჩემ სტარტაპზე, ჩემს გუნდელებთან ერთად. ტექნოლოგიური სფერო მომწონს იმიტომ, რომ აქ არ არსებობს საზღვრები და შეგიძლია ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან მიაღწიო წარმატებას. მე ვარ საბა გულბიანი, გავიარე კიბერუსაფრთხოების კურსი. ზოგადად ჩემი საყვარელი სფეროა ტექნოლოგიები და ამ მხრივ მქონია გამოცდილება სხვა მიმართულებით, მაგალითად 3D დიზაინში, ასევე web და app development-ში. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ხდება საჭირო რომ რაღაცები იყოს დაცული და უსაფრთხო, სწორედ ამის გამო გავაწყვეტე რომ SKILL-ში მესწავლა კიბერუსაფრთხოება, რათა ეს ყველაფერი მესწავლა ჩემთვის და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაერთიანებით ჩემი ყველა პროდუქტი გამიხადა უფრო უსაფრთხო. სწავლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი, ასევე ქონდა ვორქშოპები ტრენერთან, სადაც უშუალოდ შეგვეძლო დაგვესვა მათთან კითხვები და თუ რაიმე გაუგებრობა ქონდა დაგხვარებოდნენ ისინი, ასევე ყავდა ჩვენი მენეჯერი, რომელიც გვეხმარებოდა ყველანაირ საკითხში, იყო გამოკითხვები, რომლითაც ყოველთვის იღებდნენ მოსწავლეებისგან უკავშირს მოწონდა თუ არა სწავლების პროცესი. როცა ზოგადად ნებისმიერ სფეროში რაღაცას ვსწავლობთ, აუცილებელია რომ ჩვენ თუნდაც გავინტერდეთ და ყოველთვის რაღაც მიღებულ ცოდნას დავამატოთ რაღაც ახალი უნარები. ეგრე იყო სწავლების ნაწილშიც, ყოველთვის იყო ეგეთი რჩევები ტრენერისგან, რომ რასაც მივიღებდით ამ რჩევა, ამ ცოდნას ყოველთვის გადაგვეტანა უცებ პრაქტიკაში რაღაცები, ჩვენაც მოგვეძებინა და დაგვემატებინა, რომ განვითარებულიყავით უფრო, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ზოგადად ეს სფერო და ყოველთვის ახალ-ახალი რაღაც ემატება და მე ახლა ამ ეტაპზე საბაზისო ცოდნა მიღებული მაქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული და ვცდილობ რომ დავამუშავო ეს ცოდნა პრაქტიკაში უფრო ბევრი რაღაც გავაკეთო და კურსის დამთავრების შემდეგ რაც მინდა რომ ეს ყველაფერი უფრო აქტიურად ყოველდღიურად რაღაც პატარ-პატარა რაღაცები ვისწავლო, განვითარდე და უფრო პროფესიონალურ დონეზე ავიდე.